რა უნდა ქნა თუ ქალი თქვენი პირველი შეხვედრის შემდეგ პირველი არ გწერს? სინამდვილეში ეგ არ არის ყოველთვის ცუდი. ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა სტრატეგიით მოქმედებ. ერთი და იგივე დადებით შედეგამდე სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი მისვლა. მაგალითად, ერთი ჩემი მეგობარი ქალთან გაცნობის სტადიაზე, გალანტური, ურბილესი ბიჭი იყო, რომელიც შეხვედრაზე არასდროს აგვიანებს, სკამს გამოუწევს, ქურთუკის გახდაში დაეხმარება, კარგად იცვამს, კარგი პარფიუმი ასხია და ძალიან რბილად და ინტელიგენტურად ესაუბრება ქალს. მას უბრალოდ სიამოვნება ასეთი პერსონას როლი, რომელიც კომფორტს უქმნის ადამიანს. შესაბამისად ის გულწრფელად აკეთებდა მაგ ყველაფერს. მაგრამ ცხოვრებამ მას ასწავლა, რომ გრძელვადიან დისტანციაზე ეგ სტრატეგია არ მუშაობს. იმიტომ რომ ქალთა უმრავლესობას გაუფასურებისკენ აქვთ მიდრეკილება და ეგრევე ინტერესს კარგავენ. ზოგი 3 შეხვედრის შემდეგ კარგავს, ზოგი 5-ის. ამიტომ მან გამოიმუშავა ასეთი სტრატეგია. ის ელოდებოდა იმ მომენტს, როცა ქალს მოსწყინდებოდა ეგ ყველაფერი, დაიწყებოდა მის მიმართ ინტერესის დაქვეითება და ეუბნებოდა შემდეგს. მისმინე, მე მგონი შენც ატყობ, რომ ჩვენი კომუნიკაცია ჩაცხრობას იწყებს. მე კი ძალით ჩაჭიდებას არ ვარ მიჩვეული. ამიტომ მიმაჩნია, რომ უნდა დავასრულოთ. რის შემდეგაც ის უბრალოდ აიგნორებდა ქალს და საერთოდ აღარ პასუხობდა არც ერთ მესიჯზე, რაც არ უნდა მოეწერა ქალს. რა თქმა უნდა იქამდე, სანამ ქალი არ გადაივსებოდა ემოციებით. შემდეგ კი უკვე ქალი თავისივე ხელით თმობდა პოზიციებს და უშუალოდ სუსტი პოზიციიდან იწყებდა მასთან ურთიერთობას. ანუ ქალი აქეთ თვითონვე იწყებდა მამაკაცის დაქვემდებარების მოსაპოვებლად ბრძოლას. შემდეგ კი უკვე მისი მაგ გალანტურობის გარეშეც ქალი მასთან თავს კარგად გრძნობდა. ოღონდ ეგ კაცი ყოფილიყო მასთან, მეტი არც არაფერი უნდოდა იმ მომენტში. და კი, ეს სტრატეგია რა თქმა უნდა ყოველთვის და ყველა ქალთან დადებით შედეგს არ იძლეოდა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მუშაობს. გამოდის, რომ ის თვითონაც ვერ ხვდებოდა, რომ ქალში უარყოფის ეფექტის პროვოცირებას ახდენდა. ანუ ჯერ აძლევს, შემდეგ კი ართმევს. გადის დისტანციაზე, დოფამინის და ოქსიტოცინის დოზა მატულობს ქალში და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს ქალი იმ ყველაფრის დაფასებას და იდეალიზაციას, რაც მანამდე იყო. და ეგ ყველაფერი არ არის რაიმე ახალი, ეგ პრინციპი უნივერსალურია. უბრალოდ ბავშვს მიეცი 50 სათამაშო, შემდეგ კი ერთ-ერთი წაართვი და უთხარი, რომ კონკრეტულად აი ამ სათამაშოს 1 კვირის შემდეგ მოგცემო. ეგ სათამაშო გახდება მისი იდეალი და ყველაზე მეტად ეყვარება. კიდევ ერთ მეგობარზე მოგიყვებით, რომელიც პირდაპირ და უხეშად მოქმედებდა. როდესაც ის გრძნობდა, რომ დიდი ალბათობით ქალი მეორედ მას აღარ შეხვდება, ის შეხვედრის შემდეგ ეგრევე სწერდა მას, რომ მე მგონი ჯობია, რომ ჩვენ აღარ შევხვდეთ ერთმანეთსო. ძალიან მიმზიდველი და სასიამოვნო კი ხარ, მაგრამ უნდა დავასრულოთ ჩვენი კომუნიკაციაო. თავისთავად ეს სტრატეგია ქალში განრისხებას იწვევდა. ზოგი საერთოდ პირდაპირ ბლოკავდა მას. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ქალთა უმრავლესობას პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ უარი არასდროს მიუღია. და თავისთავად ეგ ფონურად ამახსოვრდება ქალს და ამახსოვრდება ძალიან მტკიცედ. ანუ დიდი ალბათობით ქალი აქეთ აპირებდა მის დაკიდებას, მაგრამ მამაკაცმა გადაათამაშა ეგ სცენარი და დაასწრო. შემდეგ კი 1, 2 ან 3 კვირის შემდეგ ისევ თვითონვე გადიოდა ქალთან კონტაქტზე. და ვითომც არაფერი მომხდარა, ისევ შეხვედრას სთავაზობდა. თავისთავად ქალი თავს იფასებდა და უარს ეუბნებოდა, იმიტომ რომ ადრე მის ეგოს შეეხო კაცმა. მაგრამ კაცი ხვდებოდა, რომ ეგ ყველაფერი არის უბრალოდ თავის დაფასების მცდელობა. შესაბამისად მაგ ყველაფერს არ აქცევდა ყურადღებას და ეუბნებოდა, კარგი ხომ მესმის ეგ ყველაფერი, მაგრამ ორივემ ვიცით, რომ შენც გინდა რომ შევხვდეთ ერთმანეთს. დღეს რომელზე მოიცლი? სხვადასხვანაირად ხდებოდა რა თქმა უნდა და შეიძლება კიდე გააგრძელოს ქალმა წინააღმდეგობა, მაგრამ კაცი არ ნებდება და ისევ მისი წინააღმდეგობის განეიტრალებას ცდილობდა. და ცდილობდა მშვიდად და თავდაჯერებულად. შედეგად ქალთა უმეტესი ნაწილი ხვდებოდა. და იმაზე ბევრად მეტად იყვნენ დაინტერესებული, ვიდრე პირველ შეხვედრაზე. და კი, შეიძლება ეს სტრატეგია რაღაც სისულელედ მივიჩნიოთ, თუმცა მეცნიერულად ესეც ახსნადია. გამოდის, რომ ის თვითონაც რომ ვერ ხვდებოდა, ისე პროვოცირებდა ქალში ზეიგარნიკის ეფექტს. ანუ ქალში ახდენდა დაუსრულებელი, შეწყვეტილი მოქმედების ფორმირებას, რომელიც მას აიძულებდა ფიქრს. ფიქრი კი ახალი სინაფსების ფორმირებას იწვევს. და გასაგებია, რომ ის თავიდან ნეგატიურ კონტექსტში ფიქრობს მამაკაცზე. მაგრამ ეგ არ არის მნიშვნელოვანი. ნეგატივის პოზიტივში კონვერტაცია მარტივი პროცესია. არსებობს ასეთი პოპულარული ფრაზა, რომ სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო. მაგრამ ეგ სრული აბსურდია. ეგ პირიქით არის სიძულვილიდან სიყვარულამდე არის ერთი ნაბიჯი. სასიყვარულო დამოკიდებულებამდე უფრო სწორად, რაზეც სხვა ვიდეოებში ვსაუბრობ. თუ ადამიანი ჩვენზე ბრაზდება, ის ზუსტად მასევე არის ჩვენზე დამოკიდებული. შესაბამისად მანდ უკვე სუფთა ტექნიკური მომენტია, რომ საშენოდ გადმოაკონვერტირო ეგ სიძულვილი.
თავარი არის ის, რომ ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური ცვლილებები გამოვიწვიეთ მასში. მოკლედ, ძალიან ბევრი მუშა სტრატეგიის მოყოლა შემიძლია. მაგრამ აქ თავარი არის სულ სხვა რამ. შენ საერთოდ გაქვს თუ არა რაიმე სახის სტრატეგია? თუ შეხვედრაზე ისე მიდიხარ, რომ უბრალოდ ბედს მიენდობი? აბსოლუტურად ყველა ქალს აქვს ამა თუ იმ სიტუაციაში გამომუშავებული გარკვეული თავისებური მოქმედების ალგორითმი, მოქმედების სტრატეგია. იმისთვის, რომ გარშემო არსებულ მამაკაცებს შორის ყველაზე შტერები და ყველაზე ხამები გაფილტროს, ჩამოიშოროს და სანაგვეზე მოისროლოს. რაში სჭირდება ეგ ქალს? იმაში, რომ ეგ არის ბუნებრივი გადარჩევის მექანიზმი. უბრალოდ დაფიქრდი, რაში სჭირდება ქალს ისეთი მამაკაცი, რომელსაც ლეკვივით ეთამაშება. ეტყვის დაჯექი ბაქსი, დაჯდება. ადექი ბაქსი, ადგება. ჩუსტები მომიტანე ბაქსი, მოუტანს. არაფერში არ სჭირდება ეგეთი მამაკაცი. ქალს უნდა ისეთი მამაკაცი, რომელიც მასზე უფრო ჭკვიანია, უფრო ცბიერია და ამავდროულად უფრო კეთილიც არის. სინამდვილეში ქალისთვის ყველაზე იდეალური პირობა არის, როდესაც შენ ძალიან მარტივად შეგიძლია ყველაფერი უქნა მას, მაგრამ არ აკეთებ. იმიტომ რომ გარკვეული მორალური და პრინციპული შემაკავებელი შეხედულებები გაქვს. თავისთავად ადრე ჩემთვისაც არაერთხელ უთქვამთ ქალებს უარი. მაგრამ როდესაც ჩავიხედე ამ საკითხში, როდესაც გავაანალიზე ეს ყველაფერი და რეალურად შევიძინე ქალზე გავლენის ბერკეტები, შემდეგ ჩემს გარშემო ძალიან უცნაური რაღაცები ხდებოდა, რომლებიც მაშინ მაკვირვებდა. ერთი მანიშნებს, რომ ჩემთვის საჭმლის გაკეთება უნდა, ანუ ჩემთან სახლში მოსვლა. მეორეა ის სადღაც აქვეა და რატომღაც ჩემთან უნდა ტუალეტში რომ შემოირბინოს. მესამე შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ აქტიურ ქმედებებზე გადადის. და თავისთავად მე ამ ყველაფერს არ ვიყენებდი. მე მქონდა გარკვეული წითელი ხაზი, რომელსაც არ უნდა გადავაბიჯო. იმიტომ რომ ხვდებოდი, რომ თუ მე მაგ ცდუნებას ავყვები, გრძელვადიან დისტანციაზე სერიოზულ ზიანს მივიღებ. უკვე ავტომატურად მაგ მექანიზმსაც ხვდებოდი. მოკლედ დაუბრუნდეთ საკითხს, რისი გაკეთება შეგიძლია დღეს და ახლა. რა არის ყველაზე კარგი მეთოდი იმის გადასამოწმებლად, აპირებს თუ არა ქალი შენთან კომუნიკაციის გაგრძელებას პირველი თქვენი შეხვედრის შემდეგ. თუ თქვენ სოციალებში ერთმანეთი გამოწერილი გყავთ, უბრალოდ გამოაქვეყნე შენი რაიმე ფოტო, ან სტორიზე დადე, ან სხვა რაიმე ტიპის აქტიურობა გამოიჩინე. თუ ქალი დაგილაიქებს, ან პირდაპირ მოგწერს, ესე იგი კი აპირებს. ხოლო თუ არანაირი რეაქცია არ ექნება, უდიდესი ალბათობით აღარ აპირებს. ნაბიჯი ნომერი 2. თუ ქალი შეხვედრის შემდეგ შენთან დაახლოვებას არ ცდილობს, არ არის საჭირო არც შენი მხრიდან დაახლოვების დაჟინებული მცდელობები. ასევე არ არის საჭირო მალევე ქალის მეორე შეხვედრაზე დაპატიჟება. იმიტომ რომ მაგით უბრალოდ კლავ ინტრიგას და ყველაფერს ნათელს ხდი. პრობლემური ქალებისთვის ურთიერთობის საწყისი პერიოდი იმით არის მომხიბვლელი, რომ ბევრ სხვადასხვა ტიპის ემოციებს განიცდიან. ემოციურ ატრაქციონზე არიან შემჯდრები. ანუ თან მოენატრები, თან იმის მკითხაობას დაიწყებს, რომ ნეტა როდის შემომთავაზებს შემდეგ შეხვედრასო და ნუ ასე შემდეგ. ხოლო თუ შენ მარტივად პროგნოზირებადი ხარ და ეგრევე მზად ხარ ყველაფრისთვის, მაგით ყველანაირ კაიფს უკლავ მას. მას კი მაგ პროცესიდან მაქსიმალურად ემოციების გამოწვევა სჭირდება. შესაბამისად, ყველაზე იდეალური ვარიანტი არის, როდესაც ქალი საერთოდ ვერ ხვდება მოგინდება მასთან მეორედ შეხვედრა თუ არა. ნაბიჯი ნომერი 3. თუ შენ ძალიან გინდა მისთვის პირველს მიწერე. დასაკარგი დიდად არც არაფერი გაქვს. მაგრამ ერთი პირობით. ძალიანაც ნუ გაწელავ. მოკლე უნდა იყოს ეგ დიალოგი. და არ არის საჭირო შეხვედრებს შორის შუალედებში მისთვის რაღაც კომპლიმენტების კეთება. საერთოდ არაფერში არ სჭირდებათ ქალებს კომპლიმენტები. არ აქვთ ეგეთი შინაგანი დაკვეთა. ნებისმიერი ჰოლივუდური ფილმი რომ ავიღოთ, ვისი ანტურაჟი მოსწონთ ქალებს. ჯეისონ სტეთჰემი მაგალითად. რამდენჯერ გინახავთ, რომ ის ქალებს კომპლიმენტებს აყრიდეს. არც ერთხელ რა თქმა უნდა. ქალებს აგიჟებთ მისი კეთილმოსურვე ცუდი ბიჭის ანტურაჟი, რომელიც ემოციურად ქალზე არ არის დამოკიდებული. სწორად გამიგე, მე იმას არ გთავაზობ, რომ შენ ცუდი ბიჭი გახდე. მე იმას გთავაზობ, რომ მოეშვა შენი თავის შეთავაზებას ქალისთვის. მამაკაცთა უმრავლესობა დღემდე იმას ფიქრობს, რომ ქალს რომანტიკა და ხელის გულზე ტარების რიტუალები სჭირდება. რომ მთავარი არის დაუთმო, მთავარი არის დაეთანხმო და შემდეგ დაელოდო ქალის გადაწყვეტილებას. არა, რა თქმა უნდა. ქალი ყოველწამიერად შენ გტესტავს, თუ რამდენად ხარ მენტალურად მომწიფებული. აი მაგალითად, რატომ უყვარდება ხოლმე ქალს ის, ვისაც საერთოდ არ სჭირდება ეგ ქალი? რატომ უყვარდება ნებისმიერ ქალს ცალმხრივად? იმიტომ რომ ასეთ ვითარებაში მამაკაცის ქცევის მოდელი ასოცირდება მენტალურად მომწიფებული მამაკაცის ქცევის მოდელთან. და არ აქვს მნიშვნელობა, რომ ეგ რეალურად მასი არ არის და ქალი თავს რომ იტყუებს და მამაკაცის იდეალიზაციას რომ ახდენს. და თავისთავად მაგას მოგვიანებით მიხვდება ქალი, რომ ეგ არ არის მასე.
მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა, აქ მექანიზმის გააზრება არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ერთადერთი მეთოდი, რომლითაც შენ შეგიძლია მენტალურად მომწიფებული მამაკაცის ქცევის მოდელის ათვისება, არის თავისთავად მენტალურად მომწიფება. შენ აღარ მოგიწევს აღარაფრის იმიტირება, აღარაფრის გამოგონება, აღარაფრის გათვლა, ნეტა ახლა როგორ მოვიქცეო. შენ უბრალოდ ბუნებრივად მასე მოიქცევი. სულ რომ ძალიან მაგარი ტალანტი გქონდეს, მაგის იმიტირებას გრძელვადიან დისტანციაზე ვერ შეძლებ. და გასაგებია, რომ ვიღაცები უსინდისოდ იქცევიან, ატყუებენ და აბოლებენ ქალებს იმისთვის, რომ საწოლში შეათრიონ. თუმცა აქაც ეგ ყველაფერი ურთიერთობის პირველ ეტაპზე მუშაობს. შემდეგ მალევე ხვდება ქალი, რომ ეგ კაცი სინამდვილეში ნეხვით არის სავსე და უბრალოდ იმიტირებს მაგარ კაცს. მასეთ კაცს მხოლოდ ერთი მომავალი აქვს. რაღაც პერიოდის შემდეგ ჩვეულებრივი ქალები ბეზრდება, აღარ იზიდავენ მას. შედეგად გაიცნობს ძალიან პრობლემურ ქალს, რომელიც კვერცხებით დაიჭერს მას, მიიჯაჭვებს და სახით ახოხიალებს. ზოგადად ძალიან პრობლემური ქალების არსებობის მისია ისედაც ეგ არის, რომ დასაჯონ არასწორი კაცები. ამიტომ ერთადერთი რაც შენ რეალურად შეგცვლის და მენტალურად გაგაძლიერებს არის პრაქტიკა. იმ ახალი 1 საათიანი ვიდეო კურსის მიხედვით, რომელიც ახლა გამოვუშვი. ქალის გაცნობა და ურთიერთობის დაწყება ძლიერი პოზიციიდან. აღწერაში და პირველ კომენტარში აბმული. შეგიძლია გადახვიდე, დაათვალიერო, შეიძინო, შეიმეცნო და უკვე დღეიდან დაიწყო პრაქტიკის გავლა. იმიტომ რომ დანარჩენი ყველაფერი არის უბრალოდ იმიტაცია. იმიტაცია კი არ არის პროგრესი. ზოგადად ბევრი მწერს პირადში, რომ აი ამ ქალის დაკერვა მინდა და ვერ დავკერეო. რომ ვეკითხები რა თქინდა მეთქი, პასუხობს ცოლად მინდაო. სულ რომ ყველაფერს დავანებოთ თავი და ვთქვათ, რომ შევქმნათ შესაბამისი პირობები და დავითანხმოთ ქალი. დათანხმება ხომ არ არის მარტო. შემდეგ რას აპირებ? იდეაში შენ მე მეუბნები, რომ მთელი დანარჩენი შენი ცხოვრება უნდა გაატარო მაგ ქალთან და რანაირად აპირებ. ზოგადად ეს არის ორი სხვადასხვა ეტაპი. გაცნობა და მოხიბლა ერთი ეტაპია. ანუ ძლიერი პოზიციიდან გაცნობა და ძლიერი პოზიციიდან ურთიერთობის დაწყება. ხოლო შემდეგ უკვე შიგნით ურთიერთობაში ძლიერი პოზიციის შენარჩუნება მეორე ეტაპია. და შენ არც ერთს ფლობ და არც მეორეს. მეორესთვისაც მაქვს ვიდეო კურსი, ურთიერთობის მმართველი და ეგეც შეგიძლია შეიძინო და შეიმეცნო. ამიტომ, როგორც ვთქვი, იმიტაცია არ არის პროგრესი. ჩვენ აქ იმიტაციით არ უნდა დავკავდეთ. თუ გინდა რეალურად მენტალური მომწიფება და მენტალური გაძლიერება, ეგ არ არის მარტივი პროცესი. არანაირი ჯადოსნური ტაბლეტი არ არსებობს, რომელსაც დალევ და უცებ გაძლიერდები. აბსოლუტურად ყველა მამაკაცს აქვს მაგის პოტენციალი. მაგრამ მამაკაცთა სრული უმრავლესობა მაგ პოტენციალს არ იყენებს. შედეგად ან დროებით იკავებს ძლიერ პოზიციას, ან თავიდანვე პოზიციების დათმობის ხარჯზე იწყებენ ურთიერთობას. აი ეს არის ქორწინებებისა და განქორწინებების ოფიციალური მაჩვენებელი. ანუ ის ნაწილი, რომლებმაც ხელი მოაწერეს და გააწერეს. ოფიციალური მაჩვენებლებით 2023 წლის მდგომარეობით განქორწინებების რაოდენობამ უკვე 61%-ს მიაღწია. და აქ ეგრეთ წოდებული სამოქალაქო ქორწინებები არ არის ჩათვლილი, სადაც განქორწინებების რაოდენობა კიდევ უფრო მეტია. ეს სტატისტიკა მზარდია. ურთიერთობის კუთხით რეალობა უკვე შეცვლილია და კიდევ უფრო უარესობისკენ იცვლება. პრობლემური ქალების რაოდენობაც და მათი პრობლემურობის ხარისხიც, ახალ გარემო პირობებთან და ახალ თაობასთან ერთად გეომეტრიული პროგრესით იმატებს. ამ პირობებში შენ, მოუმზადებელი, აუცილებლად დაუშვებ შეცდომებს. და ზუსტადაც მაგიტომ ხარ ვალდებული, რომ ეს საკითხი ზედმიწევნით შეიმეცნო.